და კვლავ საქართველოს IT ინოვაციების მე-9 რეგიონული კონფერენცია დასრულდა. ყოველწლიური შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი გამოგონებების მიმოხილვას მიეძღვნა და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებზე. დახურვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაესწრო. ანა დოლიძემ კონფერენციის მონაწილე თავდაცვის სამინისტროს გუნდს მათ მიერ შემუშავებული პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და პრეზიდენტის წერილი გადასცა. შექმნეს ახალი პროგრამა, რომელიც აუმჯობესებს და უფრო ეფექტურს ხსნის დოკუმენტების ბრუნვას თავდაცვის სამინისტროში. საბოლოო ჯამში ეს, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს და ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენ გვინდა ხაზი გაუსვათ ამ მცდელობას თავდაცვის სამინისტროდან, ამ ჯაფას და მოვედი აქ, რომ მათ მადლობა მოუხადო ამისთვის. აქ არის ესეთი ინოვაციები, რომელიც უბრალოდ გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი ვითარდება სწორი მიმართულებით.